ზოგიერთმა ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად ფსიქოლოგები უნდა იქირაოთ, ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტკარიერულ პროფესიულ ცხოვრებას. წერს თეატრი ლუკიანის სოციალურ ქსელში და ეხმიანება პაატა ბურჯულაძეს ბოლოდროინდელ განცხადებებს რევოლუციასთან დაკავშირებით. მერე ნახავთ რა მოგივათ ყველას. ლალა, გვითხრით, არ დაგვიმალოთ. რა საყვარელია ეს თურმე უტვინო. ყველა მომღერალს არ აქვს როგორც ჩასმყარი ფსიქიკა და როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ. ზოგი სასტიკად ბოროტდება და სატვირთო მანქანაზე იწყებს ჭყავილს. მაგალითად ანიტა რაჭველიშვილი. ზოგი პოლიტიკაში ერთება, მაგრამ რაკი პოლიტიკის ნოტები არ იცის, უბედურდება, საწყლდება. დაატარებს ქართულ დროშას მოსკოვში ნაყიდი ადიელასავით და ასე შეურაცხყოფს იმას, რისთვისაც თითქოს იბრძვის. მაგალითად ოქტომბრელი პაატა ბურჯულაძე. ან კიდევ ხდება აგრესიული და იწყვევლება თავწაკრული დედაკაცივით. მაგალითად მზია ნიორაძე და ასე შემდეგ. მოკლედ, ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად ფსიქოლოგები უნდა იქირაოთ ზოგიერთმა, ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტკარიერულ პროფესიულ ცხოვრებას. 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აწევენ ის რუბაშკა მოსარგები ამავე მხრებზე. წერს თეატრი ლუკიანი.